ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. კეთი მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინასწარ რომ ამ გადაცემის სტუმარი ხართ. როგორ ბრძანდებთ? მადლობა თქვენ რომ გამიხსენეთ. ცოტა უცნაურად გრძნობ თავს. როდესაც თქვენს წინაშე ვარ, იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული პასუხისგებლობა მაქვს, იმიტომ რომ ჩემ წინზის ადამიანი ვინც წლების წინ მაშინ როცა მე მოზარდი ვიყავი და უყურებდი ტელევიზორს, მაშინ ამდენი არხი არ არსებობდა. ამ ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ყავით, არა მარტო საინფორმაციო გამოშვებით, ეს ბოლოს იყო, ასევე იყო ილუზიონი, სხვა გადაცემები, რომელზეც ჩვენ იბატონო ვისაუბრებთ, გავიხსენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაინც ყურადღებას ჩემს პასუხისგებლობაზე ვამახვილებ, იმიტომ რომ მგონია რომ თქვენი პრიზმა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ტელევიზიაში სხედან, ალბათ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ მოგწონთ, არ მოგწონთ, მაგრამ ეს მოცემულობა ასეთია დღეს. ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ამ ფორმატს პირველი ტრადიციული კითხვა აქვს და ვინ არის კეთი მითაიშვილი? კეთი მითაიშვილი სიტყვებით. ჩემი ქვეყნის მოქალაქე და სინდისიერი ადამიანია, ეს არის რა. დანარჩენი ყველაფერი ალბათ აი მახსოვს ტარიელ ხარხალა მობძანა იცით რა ადამიანს ყოველთვის თან დაყვება პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისი ქვიაო. ხო და აი აქედან გამომდინარეა ჩემთვის ყველაფერი. ადამიანს თუ სინდისის ძარღვი გაწყვეტილი არ აქვს, უკვე შემდგარი პიროვნება ხარ. ხო და ესე მოკლედ ვიტყოდი. ქალი სინდისიერი რომ დავიწყო ახლა დედა ასე შემდეგ არა ეს ყველაფერი გასაგებია და ამ შემთხვევაში კითხვა მე შემიძლია გითხრათ რომ იმუშავა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად სწორედ ეს მაინტერესებდა. მთავარ აქცენტს რაზე გააკეთებდით და მთავარი აქცენტი ამ შემთხვევაში იყო სინდისიერი ადამიანი. რატო იყო ეგ აქცენტი გაკეთებული? რა წინაპირობა აქვს ამას? იგივე თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ამით ფასობდეს. არა მარტო ჩემი ცხოვრებიდან, მე საერთოდ ვთვლი, რომ სინდისიერება არის უპირველესი. იგივე გამომდინარე აქედან არის მე ყველა გინდა სიკეთე, შემწყნარებლობა, პატიოსნება, რა ვიცი, აი ყველაფერი სინდისიერებიდან გამომდინარეა. იმიტომ თქვი, რომ თუ ეს ძარღვი გაწყვეტილი არ არის, ადამიანთან რა გინდა რომ და ცუდი თვისებები ქონდეს, სინდისიერ ადამიანსაც შეუძლია ცუდი თვისება. თუმცა მე შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ მე დავინახე რომ ამას შეიძლება რაღაც გარკვეული ტკივილიც ახლავდეს თან. ბევრი უსინდისო ადამიანი შეხვედრიათ გარშემო. ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ ახლა ცხოვრება ისე არ არის აწყობილი, რომ მარტო სინდისიერი და კეთილშობილი ადამიანები გადაგეყარონ გზაზე. სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელი და უინტერესოც იქნებოდა. რა საკვირველია იყვნენ, ახლა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი დაღი დაასვეს ჩემ ცხოვრებას, მაგრამ რაღაც ლეიტმოტივად გარკვეული პერიოდი ალბათ გასდევდა. როდესაც სხვათაშორის აქ მოვდიოდი, ფიქრობდი, აი რითი შეიძლება ვიყოს საინტერესო თქვენთვის თქო, იმიტომ რომ რაღაც აი ბოლო პერიოდია თუ არ ვიცი შესაძლოა ეს ჩემი ცხოვრების რაღაც გარკვეული ემოციურმა ფონმა განსაზღვრა თუ რა, მაგრამ აი უინტერესო გავხდი თქო ალბათ. უინტერესო გავხდი ჩემი თავისთვის არა. რით შეიძლება ვიყოს საინტერესო თქვენთვის? მე გეტყვი ჩემთვის რით ხართ საინტერესო? დიახ, ეგ მაინტერესებს. თქვენ ხართ პირადად ჩემთვის ჩემი კოლეგა წინა თაობის, უფროსი თაობის საკმაოდ წარმატებული, გამოცდილი და ძალიან რთულ დრო გამოვლილი. ესე თუ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს ის წლები იყო, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე რთული წლები იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ, როდესაც თქვენ ეთერში იჯექიდათ ქმნიდით ქართველი ჟურნალისტის სახეს. რთული და ამავდროულად საინტერესო პერიოდი. რა თქმა უნდა. თუმცა ისე უბრუნდებით თქვენ კითხვას, რით შეიძლება იყოს ჩემთვის საინტერესო, რით ხართ? შინაგანი პროტესტის გზნობით. რომელიც თქვენს მიმართ გამაჩნია, იმიტომ რომ თქვენი გადაწყვეტილება ჯერ კიდე 2003 წელს ჩემში პროტესტის გამომხატველია, იმიტომ რომ მე ვთვლი
რომ მიუხედავად იმისა, რომ 20 წელიწადზე მეტია გასული, ასეთი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები ქვეყანას არ უნდა ტოვებდნენ და ამის ფონი ქვეყანაში არ უნდა ყოფილიყო. მაშინ, როდესაც ეს ფონი შეიქმნა. გასაგებია, რომ 99 წელი ახსენეთ თქვენ და ტყუილად არ ახსენეთ, ეს ის წელია, როდესაც თქვენ დაემშვიდობთ მაყურებელს, მაგრამ ასეთი რაღაცეები ტელევიზიაში ხშირად ხდება. ემშვიდობებიან, მერე ისევ ბრუნდებიან, მერე ისევ მიდიან, მერე ისევ ბრუნდებიან და ეს ტელევიზიის ჟურნალისტისთვის, პროდიუსერისთვის, რედაქტორისთვის შემადგენელი ნაწილია სატელევიზიო ცხოვრების, თუმცა რაღაცა ისეთი თუმცა ისეთი გარდატეხა მოხდა, რაღაც ისეთი გარდატეხა მოხდა თქვენში, რომ თითქოს შეიძლება ვწდებოდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ თითქოს გულაცრუებული ტოვებთ ქვეყანას. ძალიან. მე მადლობელი ვარ ამ განწყობისთვის და ამ დამოკიდებულებისთვის და მართალს ბრძანებთ. ეს შინაგანი პროტესტის გზნობა არა მარტო თქვენ, არამედ მე მთელი ეს წლები გამაჩნია. მაგრამ სამწუხაროდ არის რაღაც, რაც მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, ხო? უბრალოდ იძულებითი აუცილებლობიდან გამომდინარე იყო. ეს ძალიან არ ჩაუღრმავდები ახლა ამას, იმიტომ რომ არის რაღაცა, როდესაც ადამიანი რაღაცას უნდა დაემშვიდობო. ან დაემშვიდობო იმ გარემოს და იმ ხალხს, რომლებიც სათანადოდ ან ვერ გაფასებენ, ხო? მოხდა ეს დავემშვიდობე ერთია, მაგრამ მე იყო ძიების წლები იმის მომზადებელი ვიყავით, მომზად თორე ახლა სიახლეებისთვის სანანებელი უბრალოდ ის იყო, რომ მე ბევრი რამ ვინანე იქიდან გამომდინარე, ნეტავ დარჩენილიყავი, იქნებ რამე ყოფილიყო, მაგრამ მარტო შენ რომ არ ხარ. რა საკვირველია იყო, მაგრამ იყო შესაძლებლობა დარჩენის? არა, შესაძლებლო იმ ეტაპზე ვთვლიდი რომ არ იყო, იმიტომ რომ ჩემს უკან ოჯახი იყო, ჩემი შვილები იყვნენ და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რამდენად სწორი იყო და მართებული ეს გადაწყვეტილება, ეს მეორე მხარია. უკვე მაგაზე აზრი არ აქვს საუბარს და არც უკვე განხილვაც, იმიტომ რომ მოსახდენი მოხდა, წარსულად დარჩა, ხო მართალია რა. მაგრამ ეს პროტესტის გზნობა ყოველთვის მქონდა და რატო? იმიტომ რომ კი ბატონო, გინდ ამბიციურად ჩამთვალეთ, გინდა რა, მე მქონდა იმის ამბიცია რომ ვიყავი და ვარ მიუხედავად ამდენი წლებისა პროფესიონალი. და სამწუხაროდ თქვენი თქმისა არ იყოს, არ გამოინახა ადგილი. თუმცა ბევრჯერ იცით, აი რამდენი აქ ჩამოვდიოდი, ხო? ერთი პერიოდი იყო იმედში მოვდიოდი, როგორც სამუშაოდ, მე მგონი, იმიტომ რომ ხან დილის გადაცემაში მიწვევდნენ, ხან ნაშუა დღეებში, ხან იმაშან იქ პროფილი იყო რუსთავიო. და ყოველთვის მოვდიოდი რისი იმედით. ერთხელ თქვი კიდეც, რომ აი იმედს ვტოვებ, იმედის იმედად თქო რა. სულ მეგონა, იცით, პირდაპირ თუ ირიბად ყოველთვის ვამბობდი, ნეტავ რამე გამოჩნდებოდეს სიამოვნებით დავრჩები. და თქვენ გონიათ მე ეხლაც გაქვთ ეგ სურვილი? იცით, ახლა შეიძლება ვიღაცა სასაცილოდ მოეჩვენოს და რომელიღაც ტელემაყურებელმა იცით ისიც თქვა რა დროს ამის მუშაობაო, მაგრამ იცით, ხო, იცით რა ამბიცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე რეალისტი ვარ უკვე და რა საკვირველია, იცით რამდენჯერ თქვენ იცით რომ მე ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ. მოყოლებული 99 წლიდან მე ტელევიზორს არ უყურებ. არც იქ. ანუ ეს პროტესტის გზნობა იყო კი და რამდენჯერ გამჩენია ამის სურვილი სხვათა შორის მაშინ ჯერ კიდევ ახალი ჩასულიყავი და ვერ წარმომედგინა რომ ეს არ გაგრძელდებოდა. და რაღაც სასცენო კაბებს იმას ამას მაინც მოშვებოდი აიგენ. ეხლა ოცნებად დარჩა და განუხორციელებელი, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი მძიმე თუ რაგინდ მწარი არ უნდა იყოს ამის აღქმა, მაგრამ ეს ასია და მაინც მწყდება გული, ნამდვილად მწყდება გული, იმიტომ რომ 43 წლის ასაკში ადამიანს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მით უმეტეს უკვე ძალიან დიდი პრაქტიკა როცა გაქვს გავლილი, ხო? რა მოხდა ქალბატონ კეთი, რატო წამოხვიდით? ეხლა რომ დავინახე სიტუაცია, იცით რა, თითქოს მოვლენებს დავასწარი, შემოგვივლე ეგ იყო თორე. თქვენი გადაწყვეტილება იყო? იცით რა, ჩემი იყო იმ ემოციური ფონიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ტელევიზიაში, იმიტომ რომ დაირხა ხმა, რომ ჩვენ ყველას გვანთავისუფლებდნენ, ანუ განთავისუფლების ტოლფასი იყო, როდესაც სხვადასხვა რედაქციებში, მაშინ რედაქციები იყო, ხომ იცით, არამე საესტრადო, ხალხური, სხვადასხვა კინო რედაქცია, გადავყავდით რედაქციებში, ეს ჩემთვის განთავისუფლების ტოლფასი იყო. ესე იგი ეკრანზე ჩვენ აღარ ვიქნებოდით. აი ეს ერთი ხელის მოსმით მე მესმის რომ რაღაც ახალი ზალა, ახალი სისხლი, ახალი სახე უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს არ იყო რაღაც
ჩემის თვალსაჩინიერიდან თორე მე არ მას არ ვამტკიცებ, ახლა გინდა თუ არა მართალი ვარ, თქო არ იყო სწორი გადაწყვეტილება რა. იმიტომ რომ ვიღაცა იმ ახალ მოსულს უნდა დახვედრო და იქ გზის გამკვლევი, ისევე როგორც მე დამხვდნენ თავის დროზე ეს ჩვენი. ვინდა ყველანი აი დაწყებული ქალბატონ ლია მიქაძე უკვე ჩვენს ჯგუფში არ იყო, მაგრამ ნუ ხომ მუშაობდა იქ კინორედაქციაში, თენგიზ ნათაძე, ჯუღელი, ირინა მათიაშვილი, კინწურაშვილი, აღარ მინდა ვინმე გამომრჩეს, ჟანეტა არჩვაძე, რას ლაპარაკობ, ძალიან ბევრი, სოკოლოვი და ისე კარგად მახსოვს, თინამ გალობლიშვილი მართალია რადიოში იყო, მაგრამ ჩვენთან მერე ბოლო წლებში მოამბეს კითხულობდა. ძალიან ბევრია ძველი თაობა, რომლებსაც ჩვენ ახალგაზრდები, აი ყოველთვის რატომღაც ასე მგონია დღეს თითქოს ეს გაქრა თქო, იცით, იმიტომ რომ სტუდიიდან გამოსული არ ვიყავი, ყოველთვის კითხულობდი, ქალბატონ ჟანეტა, ქალბატონ თენგიზ, აბა როგორ ვიყავი, აბა რამე შენიშვნას თუ მომცეთ, იქნებ ეს არ იყო მართებული. აი ესენი იყვნენ ჩვენი გზის გამკვლევები და მე მადლიერი ვარ თითეული მათგანის, რომ იქამდე მოვედით. მე რა არის იცით, ვერ ვიტყვი რომ არ გამიმართლა იცით რა მხრივ რომ ძალიან ბევრი გადაცემები რადგან თითქოს დათვური სამსახური გამიწიეს იმ პერიოდში, იმიტომ რომ ახალ მოსულს არ შეიძლება ამდენი მიაყარო, მაგრამ ზაფხულის პერიოდი იყო და ნუ ალბათ რაღაც დაინახეს. ნუ რა თქმა უნდა ეს ის კეთი მითაიშვილი მაშინ არ იყო, რასაკვირველია ყველას თავისი გამოცდილება და წლები სჭირდება, ხო მართალია, მაგრამ გამიმართლა რომ ძალიან ბევრ გადაცემას უძღვებოდი. აი რა გადაცემები იყო რომ გავიხსენოთ. ისიც აი თითქოს აი ხლა ვეგეტყვით მთლიანად ცალკე რომ არ დაასახელო, არ არსებობდა რედაქცია, რომლის გადაცემა წაყვანილი არ მქონდეს. არ არსებობდა. სხვათა შორის ეგ ნათქვამი მაქვს, ახლაც გავიმეორებ, როდესაც მივედი ტელევიზიაში. ნუ ესეთი კლიშე იყო თუ რა, ვინც მოამბეს კითხულობდა, ეს იყო, ნუ ახლა საცილოდ ჟღერს თითქოს, მაგრამ ინფორმაციულ გადაცემას ვინც კითხულობდა, ეს უკვე ითვლებოდა პროფესიონალად რა. და ჩემი პირველი და პარადები, თქვენ გახსოვთ პარადების პერიოდი? ხო, აი პარადები, ვისაც პარადი მიხავდა და აღლუმი კი მართალია. პირველ ოცნება იყო, ვაიმე, როდის იქნება ეგ პერიოდი, რომ წავიკითხავ მოამბეს. როდის იქნება აღლუმს წავიკითხავ. ზუსტ აგვისტოში დავიწყე მუშაობა და დეკემბერში უკვე ვკითხულობდი მოამბეს და ასე შემდეგ. ასე რომ გამიმართლა, მის თქმა მინდა, რომ ძალიან გამიმართლა იმ პერიოდში, მაგრამ ნუ მოხდა ესეთი რაღაცა და მე მაინც ვერ ჩავთვლი დაკარგულად ყველაფერს, იცით? ახლა ის გამახსენდა ზუსტად. მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც შემინებით არ დამითმიაო. ოდაჩვაცე საქმად. არ დამითმია შემინებით დამათმობინეს და წამოვედი, მაგრამ ნუ რა ვქნათ, მოხდა ესე. უბრალოდ პროტესტის გრძნობა ყოველთვის მოვიდა. არ ვიცი. არა, უკვე ჩვენთვის, იმიტომ რომ პრაქტიკულად ძირითადი ბირთვი ყველანი წამოვედით. არ დაგაინტერესათ რომ გინახათ? არა, ნამდვილად არა, იცით რატომ? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ვარ გულგრძო ადამიანი და არა ვარ, აი დღესაც არ ვაპირებ, იცით მე რაღაც პერსონალიებად ვინმეს მოხსენიებას, რაზეა ლაპარაკი ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ არ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება, არ იყო მართებული გადაწყვეტილება, შესაძლოა დრო მოიტანა, კი ბატონო. მე მახსოვს, იცით როგორ დავბოდი იმის შემდგომ და სხვადასხვა ინსტანციებში, რომ რამე სამსახური მეპოვა. აქ აღარ იყო უკვე საუბარი ტელევიზიაზე მარტო, იცით, იქნებოდა ეს პრეს-ცენტრი, იქნებოდა რაღაც, ნუ დაკავშირ, რაღაც, იმიტომ რომ მართლა მოუმზადებელი ვიყავი, იცით, იმიტომ რომ ჩვენ ხო სახელმწიფო დოტაციაზე ვარსებობდით და მე უცებ, ნუ რაღაც წავიდა სუს. ჩვენ რომ ვინმეს რამეში მოვემზადებინეთ და ეთქვათ რომ ასე იქნება, მაშინ სხვა საკითხია, მაგრამ ნუ მოხდა ეს შიშმა გამაკეთებინა ალბათ მე შემდგომ ეგ ყველაფერი, იცით, შიში მურტალი რამეაო ამბობენ, ხო? აი ძალიან რთულია, როცა რაღაცის გეშინია. შემეშინდა რისი? ჩემი საკუთარი თავის არა. ჩემს უკან მდგომი ჩემი ოჯახის და ამიტომ გადავწყვიტე წასვლა. სხვათა შორის მე ჩემი უფროსი ბიჭი გაგზავნილი მყავდა უკვე სასწავლებლად იქ და ორჯერ ვიყავი ნამყოფი. ამერიკაში ორჯერ ვიყავი სტუმრად ნამყოფი და მე ნუ მოხდა ესე და კი ბატონო, მაგამდე მივალთ, მე მინდა გაიხსენოთ. დიახ. თქვენი ყველაზე აი დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე შთამბეჭდავი ეთერი, რომელიც სულ გახსოვთ. ძალიან ბევრი ეთერი იყო, მაგრამ აი ახლა უცებ რაც მომივიდა, არც ველოდი ამ კითხვის დასმას, მაგრამ რაც მომივიდა უცებ იცით რა მელი დღეა. ჩემი ტყუპები იყვნენ ახალი გაჩენილები. სადღაც 2-3 თვის, მაგრამ მე მუშაობდი. რომელი წელია? სადღაც 92, არა, 90 თვეების იყვნენ, 90.
ხო და გადაცემის ჩაწერა გვაქვს. ეს იყო ხალხური რედაქციის გადაცემა. ზულუკიძე იყო ჩემთან დანაწამყვანი რედაქტორი. ხო და ყავს ახლა ჩაწერა მიმდინარეობს გადაცემის და მე ჩემსას ლაპარაკობ ის თავისას მე ჩემსას ესე და უცებ მეუბნება კეთი ერთი წუთით უნდა შეგაწყვეტინოთ და რაშია საქმე თქო და მუდრო ფიქრი გაჩერდა გადაცემა და ერთი წუთითო და ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ გადაწყვიტაო რომ თქვენს ტყუპებს საჩუქარი გავეხაზება რაღაც საოცარი ემოცია იყო ამდენი წლის შემდეგაც კი და შემოდიან ორი პატარა ბიჭი და ორი პატარა გოგო და მოაქვთ ესე დაწყობილი ხანჯლები და ჩოხა ახალუხები თავისი ყველაფრით რა ეს იყო საოცარი ნობა თორე ძალიან ბევრი რასაკვირველია ძალიან ბევრი ლამაზი და კარგი მოგონება იგივე BBC-ს პროდიუსერთან ტერი დოილი მახსოვს აქ კუსტბაზე შევხვდით ერთმანეთს და მაშინ ხალხური გადაცემის რაღაც იწერებოდა კი შესაძლოა ვიღაცამ თქვას რომ ახლა თავისი რაღაც იმეებით ეგოთი იმარშვებაო მაგრამ არა ეს არ იყო მარტო ჩემი გვარი და სახელი ეს იყო აი ქართული ტელევიზიის ჩემს წარმოსახვაში ყოველ შემთხვევაში და ჩემს შეგრძნებაში ასე იყო როდესაც მითხრა რომ მენანებით მარტო საქართველოს ტელევიზიისთვისო და მე უთხარი ჩემი ადგილი აქ იყო აქ არის და აქ იქნება თქო მაგრამ სამწუხაროდ პროგნოზი არ აღმოჩნდა მართებული იყო მაგრამ აღარ არის და აღარც აღმოჩნდა აი 77 წელი გავიხსენოთ როგორ აღმოჩნდით ტელევიზიაში ეს იყო ძალიან სტუდენტი ვიყავი და იცით მესამე კურსზე ვიყავი თუ არ ვცდები რომ გამოცხადდა კონკურსი გამოცხადდა ტელევიზიაში და რომ გითხრათ აი ეს არ იყო ისეთი რაღაც შემოწმება გავიარეთ რაღაცა და ნუ არა ამჯერად ვერაო მითხრეს ამჯერად ვერაო და ბატონმა ზენონკაციამ მაშინ თქვა რომ ეს ბავშვიო ჩამაბარეთო და ერთ თვეშიო პროფესიონალს ჩაგაბარებთო რეჟისორი იყო კი ხო და ნუ დავდიოდი ხო რამდენი წლის ხართ მაშინ მე ვარ 20-ის არც 19-ის ალბათ ხო და ზენონკაციასთან დავდიოდი მე ჩვენი მეტყველების პედაგოგი ჩემი ინსტიტუტში ბაბულე ნიკოლაიშვილი ქალბატონი იქ იყო ყოველს ერთ სიტყვით ერთ ნახევარ წელიწადში თუ რაღაც გამოცხადდა უკვე დიდი კონკურსი და მივიღე მონაწილეობა და ჩაულებრივად ჩავერიცხე და ეგ იყო და ეგ ახლა კი ინტეგრირებული რეკლამა ნოესთან და პატივი მაქვს რომ წლევანდელი სეზონიდან სიამაყის წარმოადგინო ჩემი ახალი პარტნიორი ეს არის Central Park Towers-ი რომელიც არის ჩვენი მეგობარი კომპანია ორბისა და ბლოკის ერთობლივი პროექტი Central Park Towers-ი ქალაქ თბილისში Central პარკის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონზე მეტია. პროექტში ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას განახორციელებს Radisson Blu და მიიღოს შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან. Central Park Towers-ი ანუ ეს პროექტი შედგება 52 სართულიანი შენობიდან, Towers-ისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული კომპლექს 4 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 მანქანაზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა საქართველოში, როგორც მასშტაბით, ასევე მსოფლიოში წამყვანი ბრენდებით. Radisson Blu უზრუნველყოფს კომპლექსში არსებული ყველა სასტუმრო ნომრის ოპერირებას. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებასაც ასევე მსოფლიოში წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ, კერძოდ Beef Bar-ი, ჩოტომარე, რობერტოსი, ანჟელინა და სხვა. მოლის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ბრიტანული ბრენდი Harvey Nichols-ი განახორციელებს, ესეც ძალიან საინტერესო სიახლეა, მე პირველად Harvey Nichols-ი ლონდონში მაქვს ნანახი. რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური event hall-ი გათვლილი 3000 ადამიანზე, ესეც ძალიან საინტერესო სიახლეა. აღნიშნულ event hall-ის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანია Live Nation-ი განახორციელებს. ბავშვობა. ვიცი რომ ქუთაისში გაატარეთ. კი.
16 წლამდე იქ ვიყავი კი. რო გაიხსენე. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ძალიან. ძალიან აქტიური ბავშვი. ესეთი თქვენი ბავშვობის ქუთაისი გაიხსენე. იცით რა მარტო ჩემი ბავშვობის არა, ალბათ საერთოდ, ალბათ დღემდე ასეა, მიუხედავად იმისა, სამწუხაროდ ძალიან იშვიათად მიწევს ჩასვლა, ძალიან. უბრალოდ ხომ მშობლების საფლავის მოსანა, ეგ არ არსებობს ახლა რამდენიმე დღეში ვაპირებ წასვლას, ეს უცილობელი პირობაა და რაღაც სხვა ურთიერთობა მხვდება, იცით? შესაძლოა უბრალოდ ისევ იმ ხალხთან მიწევს ურთიერთობა, ვისთანაც მქონდა, აგერ ჩემ ქეთის რომ მივაკითხავ ჩემს მეგობარს ქუთაისში და ასე შემდეგ, იცით, არის აი ეს ურთიერთობები თითქოს არც შეწყვეტილა, არც გახუნებულა, არც გაფერმკრალებულა, თითქოს არაფერი შეცვლილაო და რაღაც სხვა სული და გული, ისევე როგორც ყველგან, იცით, ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე ნებისმიერ კუთხეში. სხვათა შორის იქაც ამერიკაში ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი და მადლიერი ვარ იმ ჩემი მაყურებლის რომელმაც მე შემქმნა, სხვაგვარად არ იქნებოდა ეს ყველაფერი. ასე რომ ჩემი ბავშვობის მოგონებაც ალბათ საუკეთესოა, საუკეთესო როგორც თითქმის უმრავლესი ბავშვისთვის. ახლა ზოგადად ვერ ვიტყვით რომ ყველასთვის თქო, მაგრამ სამწუხარო რეალობაა ესეც, ხო? გადაწყვეტილება, რომელიც 2003 წელს მიიღეთ, რამდენად უცბად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მოდით გაიხსენით, აი პირველი დღეები ჩასვლის და ყველაფერი რაც იმ წლებთან გაკავშირებით. მე ალბათ არ ვიქნები გამონაკლისი ისევე როგორც ყველა ემიგრანტი, იცით რა, ეხლა ერთი და იგივე ემოცია აქვს ალბათ ყველას, არც მე ვიყავი გამონაკლისი. გადაწყვეტილების მიღება მოხდა ალბათ თქვენი შემთხვევა განსხვავებული არის. შესაძლოა. თქვენ სხვა ფუფუნებიდან წახვალით. არავის ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა იმ წლებში იმის ფუფუნება და იმის ხიბლი, რომ ყოფილიყო მილიონობით ადამიანის საყვარელი სახელი. ეს ალბათ მე ხა ეს კითხვა არ დაგისვით, მაგრამ ეს ბუნებრივია, რომ ყოველ დღე, ყოველ ნაბიჯზე აბსოლუტურად ყველაფერში იგზნობოდა, არ ვიცი, პურს ყიდულობდით თუ ტრანსპორტში იყავით თუ ფილარმონიაში მიდიოდით. ეს არის ენით აუღწერელი სითბო და სიყვარული, რომელსაც რაც არ უნდა წლები გავიდეს, ვერაფერი ვერ ანაცვლებს. ამიტომ თქვენი შემთხვევა განსხვავებული არის და როგორ მოერიეთ ამას ყველაფერს, უცებ, როდესაც მარტო აღმოჩნდით შემთხვევა ნამდვილად იყო განსხვავებული, მაგრამ პიროვნულად არასდროს ჩამithვლია, რომ ვიღაცაზე რაღაცით უკეთესი ვიყავი. უბრალოდ ვთვლიდი რას, იცით კი, ვთვლიდი რას. სხვა რამეს იყავით მიჩვეული. აი კი, ცხოვრებამ თუ მარგუნა თქვა, აი ჩემს თავს ამაში თავაგონ, თუ ცხოვრებამ ის მარგუნა, რომ სხვისგან განსხვავებით რაღაც გამორჩეულად ცნობადი ყოფილიყავი, ხო, იმ პერიოდში მით უმეტეს შემიძლია თამამად თქვა პოპულარულები, იმიტომ რომ ეხლა ყველა გვიცნობდა. მაგრამ მიუხედავად ამისა მე არ თვლიდი, რომ ვიღაცაზე რაღაცეთ კი, ნამდვილად გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არ იყო ადვილი ამის გადაწყვეტა, როდესაც ყავს შვილები, თან უკვე გარდატეხის ასაკში მყოფი, ეს ურთულესი პერიოდია, რასაკვირველია და მიღებაც გადაწყვეტილების ურთულესია, მაგრამ დავინახე, არ იყო არანაირი გამოსავალი. სხვათა შორის ბოლო, ესე ვთქვათ, აი ბოლო რაღაცა იმედის ნაპერწკალი იყო მაისის თვეში, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავით მიწვეული პირველ არხზე, აღარ მინდა ახლა სადავისთან, რომ პირველ არხზე ჩემ შვილებთან ერთად, სხვათა შორის ღამის გადაცემა იყო. 2003 წელს? 2003-ში. აი მაშინ იყო აი ბოლო რაღაც იმედის კიდევ ისა, რომ ვიფიქრე, აქ კიდე რაღაც, რა თქმა უნდა დელიკატურად. არასდროს მე პირილს დავიწყებდი და ოხრას და ასე შემდეგ, რომ არ იქა მიშველეთ, მაგრამ რაღაცა ესე მით როგორც ახლა დაუშვათ ადრე ვამბობდი, რომ სიამოვნებით დავრჩებოდი თუ რაღაც გამოჩნდა და სიამოვნებით ვიმუშავებ და ესე იგი მაისის თვეში გადაცემა რომ ჩავწერეთ და უკვე მსვლელობისას უკვე მივხვდი, იცით, რომ ესეც რაღაც ფუჭი მოლოდინი იყო ჩემგან რა ამისა და ამიტომ უკვე სხვა გზა არჩევდა. უცბად ჩაგეკითხებით, რა შეგრძნება, როდესაც შედიხარ იმ კედლებში 4 წლის თავზე, სადაც რამდენი წელი გაატარე და სტუმრის სტატუსით მოხვედი. აი როგორ გითხრათ? ყველა ემოცია ერთად არის აღრეული, იცით, თითქოს ეს მოგონება, სიამაყე, სინანული, ტკივილი, ბედნიერება, აი ყველა თუ კი რამ ემოცია არსებობს, ყველაფერი ერთად იყო აღრეული და ძალიან თითქოს ნერვიულობდი, მაგრამ
ჩვეული იყო ჩემთვის ის სტუდიის სიტუაცია და არ არის ამ დროს შეგრძნება რომ თითქოს შეიძლება უტრირებულია, მაგრამ ალბათ გაიგებთ რასაც გულისხმობ. ხო? თითქოს შენ სახლში ვიღაცა სხვა შესახლდა. არა, ასეთ უტრირებულ მდგომარეობას ვერ წარმოვიდგე. არა, ესე არა, მაგრამ იცით რა, სურვილი მქონდა რომ იქ ყოფილიყავი. ნამდვილად მკინეული იყო ეს ყველაფერი რასაკვირველია. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე უკვე, თუმცა წავედი და ძალიან რთული იყო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ყველა ემიგრანტისთვის, ისევე ჩემთვის. ხო, აი პირველი დღეები გაიხსენე. რთულესი იყო, მე დაახლოებით 4 თვე. სხვათა შორის კარგი და სად მიდიოდით, რა სამსახური გელოდებოდა, სად უნდა გემუშავოთ, სად უნდა გეცხოვროთ. მე ახლა გაგეცინებათ რომ მკითხეს, რომ აი სად მიდიხარ და ფილმებით და იმით რომ მქონდა თავი გამოტენილი და პლანტაციებში რომელ პლანტაციებში სად მიდიხარ, ვის დაკარგვი ხარ. ხო, არა, ჩავედი, ნათესავი დამხვდა, იქა ჩემი მეგობარი გოგო, ბავშვის ნათლია უფრო სწორად. რამდენიმე დღე თუ რაღაც, რამდენიმე 1 თუ 2 კვირა იქ ვიყავი, მე სამსახური არა 4 თვე ვიყავი უმუშევარი. ეს იცით რა საგიჟეთი იყო. მამაც იმ პერიოდში გარდამეცვალა ისე რომ აი ვერც ჩამოვედი, ვერც დავასაფლავე. ეს ძალიან დიდი ტკივილი იყო. და პარალელურად ისე მოხდა სამწუხაროდ, როდესაც თქვენი შვილი დაიჭირეს. ნუ მაგ თემაზე მე არ მინდა საუბარი, რა თქმა უნდა დაიჭირეს, იმიტომ რომ ეს ისე იმ პერიოდს შეეხება და მე არ მინდა ახლა ჩვენი ფორმატი მე არ ვიცი პოლიტიკურ რაღაც მიმოხილვაში გადავიდეს, თუმცა ნამდვილად რთული პერიოდი იყო, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ბავშვს რაღაც ერთი ნამსხურის მოპარვაზე იჭერდნენ მაღაზიაში მშიერ ბავშვს და ასე შემდეგ და ჩემ შულთანაც რა იყო ცრუჩვენების ფაქტორი, მეტი არაფერი, მაგრამ ნუ იყო, ეს იყო, რაც იყო, გადავიტანეთ ღირსეულად და ვაგრძელებთ ცხოვრებას ღირსეულად. ეს არის. დღეს როგორები არიან თქვენი? ძალიან კარგები, ერთს ვიტყვი რომ სამივე არის სიყვარულის ნაყოფი და მთავარი ეგ არის ამ ცხოვრებაში რა. კიდევ უფრო უკეთესი შვილიშვილები და ასე შემდეგ. უფროსი გიორგი და ტყუპები ყავთ, საბა და საბა, კი. გიორგისგან მივიღე სხვათა შორის მე უკვე მოქალაქეობა იქიდან. იმიტომ რომ ის ხო ჯარში მსახურობდა და პირდაპირ მომცეს მოქალაქეობა უკვე ჯერ მწვანე ბარათი და შემდეგ უკვე მისგან ხო ესე. ბებიაც ხართ? კი, ბებია, სამგზის ბებია, ესე ვთქვათ. და როგორია ქეთი ბებია? ჩემს პატარებს რომ მკითხო, მსოფლიოში ერთი მიწება ინგლისურად, რომ საუკეთესო ბებია ხარ მსოფლიოშიო, მაგრამ მე მაგას ვერ დავიკვეხნი და ვერ დავიკარაბახებ იქიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩემთვის ბებიობა ცოტა სხვა ფორმატში უნდა ყოფილიყო, რაზეც ძალიან მწყდება გული. ჩემი კალთის ქვეშ არ გაიზარდნენ, გესმით, რისი თქმა მინდა და ეს იყო აი ესე დისტანციურად, ისევე როგორც შვილებთან იყო ურთიერთობა დისტანციურად, ასევე ბავშვებთან, მაგრამ ნუ ახლა აი მაგაზე უნდა კითხოთ რამდენად იყო ის მომენტი, რომ თქვენ შვილებთან დისტანციურად იყავით 2003 წელი. ახლა რომ გითხრათ რომ არ იყო რთული, ხო არ დამიჯერებთ, არა ცხადია რთული იყო, მით უმეტეს ის პერიოდი, როდესაც წავედი, არ იყო ახლა კომპიუტერი მე არ მქონდა, არც ვიცოდი სიტყვაზე და 50 წლის ასაკში მოვკიდე პირველად ხელი რა და აი იქ იმის მერე დაიწყო და ნამდვილად აღარ ჩამორჩენი ვარ მე მგონი არაფერში, მაგრამ რთული იყო, უდაოდ რთული იყო და მე ახლა იმის ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ დისტანცია ძალიან ბევრ სირთულეს არჩენს ურთიერთობებში და გამკლავებაც საკმაოდ რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ მაინც ღირსეულად გავართვით ყველაფერს თავი. თუმცა თქვენ ესეთი რამ ახსენეთ ასევე შვილებთან მიმართებაში, რომ თავარია ისინი სიყვარულის ნაყოფები არიან. კი ბატონო. რომანტიული ხართ? ძალიან რომანტიული ვიყავი, ახლა რეალისტი ვარ, იცით რა? რეალისტი გავხდი კი. უბრალოდ აი ყოფნამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა, იცით? შეცვალა რა ადამიანი არ იცვლება, მაგრამ ეხლა უფრო ცივი გარემო. ეხლა იცით რა შეას? არა, იყო პერიოდი თითქოს ნიჰილიზმშიც გადავარდი, იყო დიდი აპათია, იყო ესა, მაგრამ ადამიანის ბუნება თუ მაინც შინაგანი რაცა გაქვს, ის ოდესმე მაინც წინ წამოვა და წამოტივტივდება, ხო მართალია, ამიტომ გაჯერებული არის ეხლა უკვე რომანტიზმს იმდენად აღარ ვებხაუჭები. ყველაზე რომანტიული როდის იყავით? ყოველთვის ვიყავი რომანტიული, ყოველთვის. არა, უბრალოდ რომანტიულს თავი გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვიყავი ყოველთვის რა.
ჩარლი ჩაპლინი ამბობდა, იცით რომ აი სისარტყელას ვერასდროს დაინახავ თუ ყოველთვის დაბლა იხედებიო და რატომღაც მინდოდა სულ მაღლა მეყურებინათ სისარტყელისთვის კი არა, საერთოდ ყველაფერი კარგი და მე სისარტყელა ქრებოდა? ხა ეს ჩვეულებრივი მომენტია, ხომ არ არის ახლა ცხოვრება ისე აწყობილი რომ რაღაც მხოლოდ ზეიმები და ფეიერვერკები იყოს ამ ცხოვრებაში, ხო? რა თქმა უნდა, გაჯერებულია ყველაფერი, გაჯერებულია ტკივილით, გაჯერებულია ცრემლით, ომით, მშვიდობით და ასე შემდეგ. ეს აუცილებელი პირობაა. არაფერია ახალი მზის ქვეშეჩიო, ხო? ჩემზე ბრძენმა და ჩვენზე ბრძენმა ეკლესიასთან ბრძანა და თაობა მიდის, თაობა მოდის და ეს ქვეყანა უცვლელია უკუნისამდეო. არ მოყვებით თქვენი სიყვარულის შესახებ? ძალიან ბევრი სიხარულიც იყო, ძალიან ბევრი ტკივილიც იყო, ძალიან ბევრი უსიამოვნებაც და ბედნიერებაც, ასე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო აღრეული. ისევე როგორც ცხოვრება, აქ არაფერია უცნაური. დღეს აი, რასაც მიყურებთ ეგავარ მოჩა. შესანიშნავად გამოიყურებ. მადლობთ, ვცდილობ. აქვს თუ არა ქეთი მითაიშვილს დღეს სიყვარულის მოლოდინი? ალბათ უკვე ფრთები ჩამოყრილია, იცით, კარგახანია. იმიტომ რომ იმდენი რაღაც გაიარე ადამიანმა და ესე რომ ამ შემთხვევაში არა. უბრალოდ სხვა სიყვარული ხო მარტო ეს არის, სიყვარულია ყველაფერი. ფინალისკენ მივდივართ, ესეთი კითხვა მაქვს, რომ ბანალურად ჟღერს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მაინც საინტერესო იქნება. რას ნანობთ ყველაზე მეტად? ალბათ მაინც ის რომ მე ჩემს ქვეყანაში არ დავრჩი და ჩემს ქვეყანაში. ამას ველოდებოდი ზუსტად. იცით რატო? იმიტომ რომ ნუ მე მაინც ჩამოთვლით. მგონია ბოდიში რომ სიტყვა გაგაწყვეტინეთ. მე მაინც მგონია რომ მით უმეტეს 2003 წლის მერე იწყება პერიოდი, სადაც მრავლდება რაოდენობრივად ტელევიზიები და მე დარწმუნებული ვარ რომ სადღაც მაინც აღმოჩნდება. ნოე, გჯერათ რომ არავინ მოინდომა. არავინ გეფიცებით თორე მე ნამდვილად მინდოდა დარჩენა. იმ 4 წლიან მომენტში არა, 4 წლიან შედა ყოველ წელს რა წამს აბა რა მოგიყევით რომ ესე ლამის სამსახურივით დავდიოდი აქაც და სხვა ტელევიზიებში და ყოველთვის ირიბად თუ პირდაპირ მინიშნებები კი არა პირდაპირ ვამბობდი ყოველ საგაზეთო ინტერვიუში რომ გადმოშალოთ და ნახოთ ყოველთვის ვამბობ. არა, ანუ ეთყობა ესეც ბედის წერა იყო თორე მე ალბათ ჩამითვალეთ ამბიციად დღესაც სიამოვნებით წავიყვანდი რომელიმე თან ისიც რა ბედნიერი ვიყავი მაშინ რომ ნახე რომ ცხონებული აც გარდაცვლილი თქვენი დამსახურება ალბათ ყველას მე არ ვიცი კონკრეტულად ვისი, მაგრამ სოკოლოვი რომ რაღაც პერიოდი თქვენ იცით როგორ გაუხანგრძლივეთ მას ცხოვრება? ჩვენ ვთავაზობთ ბატონ დავითს, რომ დღეიდან 1 წლის განმავლობაში ბატონ დავითი იყოს ჩვენი საპატიო მეშვიდე თანაწამყვანი და წავიკითხე ეს ყველაფერი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ბედნიერი იმ ადამიანის გამო, ბედნიერი იმისთვის, რომ რაღაც დაფასდა, ვიღაცისთვის მაინც ბოლოს ძალიან გვიან, მაგრამ მაინც დაფასდა ვიღაცისთვის. მე ვიცი ისიც, რომ როდესაც მოვიდა მისი ვარსკვლავის გახსნის პერიოდი, ძალიან ცუდად იყო და თქვენ იცით, რომ იმ ვარსკვლავის გახსნამ გაუხანგრძლივა ცხოვრება ადამიანს რა. აი ესე უნდა ალბათ გვერდში ვედგათ ადამიანებს, ხო მართალია რა? თორე ნამდვილად. რა ვიცი ახლა უცებ რატომ გამახსენდა არ ვიცი ახლა სევდიანი ისტორია იყო ესეც გაიგეთ და აქედან გამომდინარე არ მინდა ჩვენი საუბარი ალბათ მაინც სევდიან ნოტაზე დავასრულოთ, მაგრამ რატომღაც გოდერძი ჩოხელი ჩემი თანაკურსელი იყო, ოღონდ ის სხვა კასტარისორზე გამახსენდა მისი ეს ადამიანთა სევდაო, რა არის სიცოცხლეო, ხო? ადამიანად ყოფნის სევდა და რა არის სიკვდილი არ ყოფნის სევდაო. და კიდევ რას ამბობდა? ფიქრობთ ხოლმე ტბასავით კი, ტბასავით უძირო და ღრმა არისო ადამიანის სევდაო, ნაცრისფერი და რას ფიქრობთ, სიკვდილი როგორია? იცით რა, ვერ გეტყვით როგორია, მაგრამ მე ძალიან ნაადრევია თქვენ. არა, მე ძალიან ხშირად ყველა ადამიანი ფიქრობს. იცით რა, მე ხშირად ფიქრობ. არა, ხშირად მიფიქრია და სხვათა შორის არასდროს არ მქონია შიში. იცით არასდროს. არასდროს. აი სწორედ აი რატო ვახსენე გოდერძი რომ იქ ამბობს რომ აი რაღაც ყოველდღიურობის ამ სევდასთან ერთად ღმერთმა უგვიბოძაო პატარ-პატარა სიხარულიო და ამ პატარ-პატარა სიხარულის გამო ღირსო ცხოვრება და ამისთვის ფასობს იგიო. აი ეს არის ხო მართალია, ამიტომ ჩემგან დავამატებდი იმას სწორედ რომ ძალიან მინდა რომ ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებოდით, იცით, ადამიანები ერთმანეთს გვერდში. ეს არ არის მხოლოდ ლიტონის სიტყვები. მართლა მინდა ეს ჩემი მრწამსია შინაგანი და არ ბოროტებოდნენ, რაც თავარია, იცით. მე ვერავინ დამაჯერებს რომ ადამიანი გაბოროტდა ცხოვრებამ გააბოროტაო, არა. არა, რაღაც აი იგივე
კეთილშობილება და ტექნოლოგიებთან ერთად ჩვენ იცით რამდენი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ თქვენი ფორმატი არ ეყოფა ამას შემოკარდა, ქრონომეტრაჟი არ ეყოფა სამწუხაროდ და მადლობა, ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმაც დიდი სიამოვნება მიიღო თქვენი ხილვით. იმედია შევხვდებით. თქვენი თქმის არ იყოს, იქნებ რაღაც მე ამაში დარწმუნებული. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. მადლობა. სიცოცხლეთ.